სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დღეს განსაკუთრებულად პასუხისმგებლობას გრძნობენ დააფიქსირონ პოზიცია და საკუთარი საქმით ხელი შეუწყონ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას. პასუხისმგებლობას იაზრებენ მსახიობები, რეჟისორები, სხვადასხვა სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. პროტესტის ავანგარდში ვხედავთ ლიტერატორებს, გამომცემლებს, მწერლებს და პოეტებსაც. წელს კვლავ ჩატარდება თბილისში წიგნის ბაზრობა. 10 აპრილს უცვლელ სივრცეში ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში უმასპინძლებენ მათ, ვისთვისაც ლიტერატურული სიახლეები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. საინტერესოა ავტორები და წიგნები, რომელთაც მიმდინარე მოვლენების ფონზე გამომცემლები წარმოგვიდგენენ წელს. თემაზე საუბარს გავაგრძელებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. ზვიად კვარაცხელია, არტანუჯის მთავარი რედაქტორი, გვანცაჯობავა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი არიან სტუდიაში ჩვენთან ერთად. მადლობას გიხდით პირველ რიგში. მადლობა და მოგესალმებით. სანამ უშუალოდ ფესტივალზე დავიწყებთ საუბარს, რომელსაც მართლაც მოულოდნელად ელოდებიან ხოლმე ადამიანები და იმ კრიზისის ფონზე, რომელიც ონისემ უკვე ახსენა, კიდევ უფრო საინტერესოა ამ დროს ლიტერატურა. რა კუთხით იტყვის თავის სათქმელს გამომცემლები რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ამ მხრივ და ხო ავტორებს, თანამედროვე ავტორებს, რომელთაც განსაკუთრებით მოუთმენლად ველოდებით ხოლმე, რა ექნებათ სათქმელი თავიანთ მკითხველთან. მადლობა რა თქმა უნდა ამ თემით დაინტერესებისთვის. სულ რამდენიმე დღეა რაც დავბრუნდი ლონდონის წიგნის ბაზრობიდან, სადაც წლების განმავლობაში საქართველოს ტრადიციულად წარდგებოდა ხოლმე საქართველოს ეროვნული სტენდით. ამ საქმეში ჩართული იყო გამომცემელთა ასოციაცია, ისევე როგორც მწერალთა სახლი, მაგრამ მოგეხსენებათ მწერალთა სახლთან დაკავშირებით დაახლოებით 2 წელიწადზე მეტია შეიცვალა მათთან თანამშრომლობის ფორმები, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ მწერალთა სახლი შეიცვალა და ის აღარ არის ის თავისუფლების სივრცე, რომელსაც ქართული სალიტერატურო სივრცე იყო მიჩვეული ხოლმე. მას შემდეგ რაც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახდა ქეთი დუმბაძე და ასე ვთქვათ ეს ორგანიზაცია იმართება არა ლიტერატურის სასიკეთოდ, არამედ ხელისუფლების ინტერესების სასიკეთოდ. შესაბამისად, ჩვენ უკვე 2 წელიწადზე მეტია ბოიკოტში ვართ ქართველი მწერლები და გამომცემლები საქართველოს მწერალთა სახლთან და შესაბამისად წლევანდელ წიგნის ბაზრობაზე ეს თანამშრომლობა ცხადია ბუნებრივად ვერ შედგებოდა. თუმცა ძალიან სამწუხარო იყო იმ რეალობის დანახვა, რაც წარადგინა საქართველოს მწერალთა სახლმა წელს ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, იმიტომ რომ ეს იყო სტენდი მწერლების და ფაქტობრივად გამომცემლების გარეშე. სულ რაღაც 2 გამომცემელი იყო წარმოდგენილი წელს ეროვნულ სტენდზე. აქ არ იყვნენ მწერლები, არ იყო თანამედროვე ქართული წიგნები და არ იყო ეს ხარისხი, რომელსაც ქართული საგამომცემლო სივრცე წლების განმავლობაში აჩვევდა საერთაშორისო საზოგადოებას. ჩვენ ძალიან სამწუხარო რეალობა იყო ცხადია და ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა იმ ადამიანებს, რომლებიც სტენდის მიღმაც ვიყავით წარმოდგენილი ლონდონის წიგნის ბაზრობაზე, სხვადასხვა პლატფორმაზე გვესაუბრა იმასთან დაკავშირებით, რამხელა გავლენა შეიძლება ჰქონდეს კულტურის სფეროზე პოლიტიკას და მე პირდაპირ ერთ-ერთი გამოსვლის დროს ვთქვი, რომ აი როცა შეხედავთ საქართველოს ეგრეთ წოდებულ სტენდს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ის არის, როგორც გამოიყურება ავტოკრატია. იმიტომ რომ ავტოკრატია გამოიყურება ასე, რომ არ არსებობს არანაირი პრეტენზია ხარისხთან დაკავშირებით, არ არსებობს რეალურ მიღწევებთან და რაც მთავარია, არ არსებობს ის მთავარი ინტერესი, რომ სფერო ვითარდებოდეს და სფეროს ინტერესებისგან გამომდინარე იმართებოდეს მთელი პროცესი. თანამედროვე ლიტერატურას ვერ აღმოაჩენდა, თანამედროვე მწერლებს, განსაკუთრებით იმ მწერლებს, რომელსაც ჩვენ ველოდებით ხოლმე მათგან სიახლეებს, ეს ალბათ უკვე ყველაფერს ამბობს, რომ ამ სტენდის არსებობას განსაკუთრებული მნიშვნელობა არც აქვს. სამწუხაროდ ასეა, სამწუხაროდ მე მერჩივნა, რომ ბევრად უფრო პოზიტიური კუთხით გაშუქებულიყო საქართველოს მონაწილეობა, თუმცა პოზიტიური მხარეც იყო იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო საზოგადოება აფასებს ქართველი გამომცემლების ბრძოლას. მათ ესმით ძალიან კარგად, თუნდაც რატომ ვთქვით ჩვენ სამთავრობო სტენდზე მონაწილეობაზე უარი, იმიტომ რომ ამით ჩვენ არ ვთმობთ ჩვენს თავისუფლებას, იმიტომ რომ ხვდებით, რომ ამ თანამშრომლობას ექნებოდა ის ფასი, რომ ჩვენ უნდა დაგვეთმო თავისუფლება. მაგრამ მიუხედავად
მიუხედავად ამისა, ქართველი გამომცემლები სხვა სივრცეში მაინც იყვნენ წარმოდგენილი, აგრძელებდნენ პირად ესე ვთქვათ ბიზნეს შეხვედრებს, ჩვენ გვქონდა სცენები, ჩვენ გვქონდა ინტერვიუები სხვა მედიასთან და აი გუშინაც კი უკრაინულმა მედიამ გამოაქვეყნა ძალიან მნიშვნელოვანი სტატია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საქართველოში, როგორ აისახა ეს ყველაფერი კულტურის სფეროზე და როგორ იყო აი ეს ორი სხვადასხვა კუნძული, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი ლონდონის წიგნის ბაზრობაზე თავისუფალი გამომცემლების სახით და სამწუხაროდ სამთავრობო დელეგაციის სახით, სადაც იყვნენ ისეთი წევრები მრავლად ამ დელეგაციაში, რომელსაც საერთოდ არც ვიცნობთ და არც ვიცით საერთოდ რა აქვს საერთო ლიტერატურასთან. საინტერესო ამის პარალელურად რა ხდება საქართველოში ამ ხრივ შენ და დაგიბრუნდეთ და ხო რაშიც მდგომარეობდა ჩემი კითხვა საინტერესო იქნება შენგან ამაზე პასუხი ადამიანისგან, რომელიც ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ყოველთვის თვლი მნიშვნელოვნად, რომ გამომცემლები, ლიტერატორები, მწერლები, თქვენი კოლეგები გაერთიანდეთ იმ საერთო აზრის გარშემო, რაც ახლა ჩვენს გარშემო, ჩვენ საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება, ხო ეს? ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფალი საზოგადოება არის ის, რაც წარმოშობს და რაც ასევე უფრო და უფრო მნიშვნელოვანს ხდის ლიტერატურას, თავისუფალ ლიტერატურას. რა თქმა უნდა, ჩვენი ლიტერატურის რაღაც ნაწილი შექმნილია ავტორიტარიზმის, ტირანიის პირობებში, მაგრამ სწორედ იმისთვის იბრძოლა ათეული წლების განმავლობაში სახელოვნებო სივრცემ, წერლობამ, რომ ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვყოფილიყავით. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ყოველდღიურად ნაბიჯ-ნაბიჯ იქნებოდა თავისუფალი საზოგადოება. ის, რაც ჩვენ გამოგვარჩევს ბევრი ავტორიტარული სახელმწიფოსგან, იმიტომ რომ დღეს სწორედ თავისუფალი საზოგადოება დგას. ქუჩაში თავისუფალი საზოგადოება აპროტესტებს სხვადასხვა ველზე, სხვადასხვა პლატფორმაზე ავტორიტარიზმის აღზევებას, სხვადასხვა საშუალებით გამოხატავს თავის აზრს მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო ვიწროვდება ყოფი და ამ დროს ჩვენ გამომცემლები წიგნის სექტორის ხალხი ვცდილობთ, რომ თავისუფალი რაღაც სამთავრობო დირექტივებისგან გარიდებული წიგნის ბაზრობა შევქმნათ. ეს ბაზრობა შექმნა სულ ახლახან დაფუძნებულმა და ჩამოყალიბებულმა საქართველოს წიგნის ასოციაციამ, რომელიც სწორედ იმ მოვლენების კვალდაკვალ შეიქმნა, როცა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ მიიღო აბსოლუტურად მიუღებელი გადაწყვეტილება, რომ ის დარეგისტრირდა უცხოური გავლენის აგენტების საჯარო რეესტრში. ეს არავისთან შეთანხმებული გადაწყვეტილება არ იყო, მით უფრო გამომცემლებთან, იმ წევრებთან, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდნენ და ქმნიდნენ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პოლიტიკას, მონაწილეობდნენ სხვადასხვა წიგნის ბაზრობაზე და მას შემდეგ რაც ეს მიუღებელი გადაწყვეტილება თვალსაჩინო გახდა, საჯარო გახდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანმა ნაწილმა ამ ასოციაციისა, ვინც მონაწილეობდა და ქმნიდა ამ ასოციაციას ათეული წლების განმავლობაში, ეს ადვილი გადაწყვეტილება ნამდვილად არ იყო. ვიღაცას ეადვილება იმის თქმა, რომ ბოიკოტი გამოაცხადეს, რაღაც ბოიკოტში წავიდნენ, თითქოს და რაღაც ადვილ საქმედ იყოს ეს მიჩნეული. ჩვენთვის ადვილი ეს არ ყოფილა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ამ გამომცემელთა მნიშვნელოვან ნაწილმა შექმნა ეს ასოციაცია და აბსოლუტურად ახალი ასოციაციის შექმნაც ბუნებრივია ამ პირობებში ადვილი არ ყოფილა და ფაქტობრივად უმოკლეს დროში დაფუძნებულმა ასოციაციამ საქართველოს წიგნის ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ გაემართა გაზაფხულზე მკითხველისთვის ძალიან საყვარელი და ტრადიციული ფესტივალი დაებრუნებინა, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ უმეტესი ნაწილი ქართველი გამომცემლებისა, ქართველი ავტორებისა სწორედ ამ 10-13 აპრილის წიგნის ბაზრობაზე მიიღებს მონაწილეობას. თბილისის წიგნის ბაზრობა ასე ქვია და მე ვფიქრობ ამ 4 დღის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად და მასშტაბურად გაისმება თავისუფალი სიტყვა, რომელიც არ ემორჩილება, არ ექვემდებარება რაღაც ბრაჩობილ კანონებს და
მე ვფიქრობ საქართველოს ყოველთვის იყო ის ქვეყანა, სადაც არამხოლოდ ჩვენი საზოგადოება ითქვამდა სულს ესე ხატოვნად რომ თუმცა საქართველოში გამოქცეული დევნილი ხელოვანები, ლიტერატორები რუსეთიდან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნიდან, ჩვენი მეზობლებიდან მე ვფიქრობ რომ თბილისმა და საქართველოს უნდა დაიბრუნოს რეგიონის ცენტრის ფუნქცია და თბილისის წიგნის ბაზრობა მე ვფიქრობ ამ ტრადიციას გააგრძელებს. რაც შეეხება გამომცემლობა ინტელექტის გეგმებს, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სიახლე როგორც სხვადასხვა მიმართულებით და როგორც თანამედროვე ქართველი ავტორების წიგნები, ახალი წიგნები, ასევე თარგმანები. თბილისის წიგნის ბაზრობისთვის გამოიცემა ეპოქალური წიგნი ალექსანდრ სოლჟენიცინის არქიპელაგი გულაგი, პირველი ნაწილი მზია გალდავაძის თარგმანი, საკმაოდ მონუმენტური მასშტაბური სიმბოლური წიგნია იმის ყველაფრის კიდევ ერთხელ გათვალისწინებით და გადახედვით, რაც არ უნდა განმეორდეს, იმიტომ რომ მართალია ფიზიკური სახით გულაგები არ არსებობს, მაგრამ არსებობს ვირტუალური, არსებობს ონლაინ შეიძლება ითქვას დახურული სივრცეები, ეს დახურული სივრცეები სოფლის ავტორიტარულ ქვეყნებში მიმოფანტულია და არ გვინდა რომ დღეს ეს ყველაფერი განმეორდეს, არ გვინდა რომ ადამიანების თავისუფალინების გაქრობის შემსწრები გავხდეთ. ლიტერატურა სწორედ ამას აკეთებს. არ გვავიწყებს იმ ტკივილებს, იმ ტრამვებს, რომელიც არსებობდა და აგერ სულ ახლახან ხდებოდა. ჩვენთვის ძვირფასი ავტორის ნინო ხარატიშვილის ახალი წიგნი ლონგულები, საბავშვო წიგნი გამოიცემა თბილისის წიგნის ბაზრობისთვის მაია ფანჯიკიძის თარგმანი, ასევე უმნიშვნელოვანესი ავტორი მსოფლიო ლიტერატურის ოლგა ტოკარჩუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი, პოლონელი ავტორი, რომლის რამდენიმე წიგნი უკვე იცის ქართველმა მკითხველმა, წიგნები იაკობისა, წლების წინ ლიტერატურული პრემია საბას გამარჯვებულიც გახდა კატია ვოლტერსის თარგმანი, თვითონ ავტორთან ერთად პოლონური ინსტიტუტის თანადგომით გაიმართება ამ წიგნის წარდგენა მთავარ სცენაზე. ღონისძიებებზეც ვიტყვი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ ამ წიგნის ბაზრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე არის ღონისძიებები, შეხვედრები ავტორებთან, ლიტერატორებთან, თარგმნელებთან. ეს იქნება როგორც მხატვრული ლიტერატურა, დოკუმენტური, სამეცნიერო, პოპულარული, საბავშვო, მოზარდების საკითხავი, განსაკუთრებული ფასდაკლება ელოდება თბილისის წიგნის ბაზრობაზე მკითხველს და ამიტომაც არის ეს მასშტაბური, რომ ერთიან სივრცეში თავს მოიყრის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი გამომცემლობა და გამოცემაც, ახალიც და ადრინდელიც, საგანგებოდ შექმნილი კომპლექტების თუ რაღაც შეთავაზებების სახით, დღის წიგნების სახით, რომელიც ყოველდღიურად თუნდაც ჩვენს სტენდზე დახვდება მკითხველს. დამნიშნულია ხო, რომ ეს სივრცეები, რომელიც შეგაწყვეტინეთ, შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, რომ კიდევ ერთხელ გაერთიანენ საერთო აზრის გარშემო და განსაკუთრებით კი წიგნის ბაზრობა, სადაც ასეთ ადამიანებს შევხვდებით, ჩვენთვის ძალიან საინტერესო ადამიანებს, რომელთა აზრიც მნიშვნელოვანია. ჩვენთვის კიდევ ერთხელ იქნება შესაძლებელი თუნდაც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მსჯელობა, სხვადასხვა კუთხით ისტორიული ან ლიტერატურული პარალელების გავლება და ერთი წუთი დაგვრჩა ბოლოს რომ გითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, რომ თქვენი პროფესიის წარმომადგენლები საერთო პროტესტში იყვნენ ერთად და რამდენად გადამწყვეტი იქნება საბოლოო გამარჯვებისთვის ერთობის მასშტაბი ზოგადად. მე ვფიქრობ, რომ თუნდაც აი ამ ფესტივალის სახით, თუნდაც იმ ფაქტით, რომ ახალი ასოციაცია შეიქმნა, ჩვენმა სექტორმა აჩვენა ერთობის მაგალითი, აჩვენა იმის მაგალითი, რომ ჩვენ ვართ მუდმივად წინააღმდეგობაში ჩვენი მთავარი ღირებულებების დასაცავად, იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ გულწრფელები და სამართლიანები ჩვენი მკითხველების წინაშე და ამ სიმართლისთვის მებრძოლ ადამიანებად დავრჩეთ, როგორიც არ უნდა იყოს ის გარემო პირობები, რომელშიც დღეს გვიწევს ცხოვრება. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ჩვენი მკითხველისთვის, რომელიც ბევრი სხვადასხვა პროფესიიდან არის, რა თქმა უნდა, იყოს ეს ერთგვარი მაგალითიც იმის, რომ მიუხედავად უმძიმესი გარემო პირობებისა, იმ ავტოკრატიის გაძლიერებისა, რომელსაც ყოველდღიურად ხედავთ ჩვენს გარშემო და ჩვენს ქვეყანაში, მნიშვნელოვანია ერთობა, როგორც ცალკეულ პროფესიებში, ისე რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე საბოლოო ჯამში რუსთაველზე იქნება თუ სხვა საპროტესტო სივრცეებში ეს ერთობა მიდის, მხოლოდ ამ ერთობით მივდივართ გამარჯვებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში
ძალიან რთული იქნება, ამიტომ მე კიდევ ერთხელ ყველას მოუწოდებდი, რომ გქონდეს საკუთარი თავის რწმენა და თუ კი ჩვენ ერთმანეთის გვერდით დავინახავთ, ეს რწმენა იქნება ძალიან საფუძვლიანი და მიგვიყვანს გამარჯობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ზვიად კვარაცხელია. დიდი ძალა აქვს. სოლიდარობას და ერთმანეთის მხარდაჭერას დიდი ძალა აქვს. სწორედ ამის ეშინია სისტემას და რეჟიმს. ნამდვილად. დიდი მადლობა ზვიად კვარაცხელი, არტ-ანჯის მთავარი რედაქტორი, გვანცაჯობაო გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი იყვნენ ჩვენი სტუმრები.